მისამართით. შედეგად კიშინიოვის აეროპორტში რამდენიმე საათის განმავლობაში დააკავეს ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის დელეგაცია და მათ მოლდოვაში 10 წლით ჩასვლის უფლება აუკრძალეს. ოკუპირებული რეგიონების დელეგაციები მოლდოვაში დნესტრისპირეთში ეგრეთ წოდებული დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 25 წლის თავთან დაკავშირებით მიემგზავრებოდნენ. თუმცა ოფიციალურმა კიშინიოვმა განაცხადა, რომ მათი ვიზიტი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს ეწინააღმდეგებოდა. ისევ მოლდოვა, რომლის დედაქალაქშიც მასშტაბური აქცია პოლიციის მხრიდან დარბევი დასრულდა. მიტინგი 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. კიშინიოვის ცენტრში შეკრებილი 10,000 ადამიანი ქუჩაში პრეზიდენტის გადადგომის ვადამდელი არჩევნებისა და მასშტაბური რეფორმების მოთხოვნით გამოვიდა. მომიტინგეები ხელისუფლებას ბანკებიდან ამოღებული მილიარდის მითვისებაში ადანაშაულებენ და თანხის დაბრუნებასაც თხოვდნენ. ქვეყნის პრემიერი კი მოსახლეობას მოთხოვნების შესწავლას პირდება. ძირს ოლიგარქები დაგვიბრუნეთ მოპარული მილიარდი. ამ ლოზუნგით დაწყებული აქცია კიშინიოვში არეულობაში გადაიზარდა. პროტესტის ნიშნად გაშლილი კარვების ქალაქი პოლიციამ დაარბია. კორუფციითა და მთავრობის უმოქმედობით შეშფოთებული მოლდოველები პრეზიდენტ ნიკოლაი ტიმოფტის გადადგომას და 2016 წლამდე ვადამდელი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ. ასეთი მიტინგი აპრილში, მაისში და ივნისშიც მოვაწყვეთ. ახლა ახალი მოთხოვნებიც გვაქვს და მათგან უმთავრესი პრეზიდენტის გადადგომაა, რომელიც მოლდოვის კრიმინალიზაციის და ოლიგარქიზაციის მონაწილეა. ჩვენ გვჭირდება ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი და ერის ნდობით აღჭურვილი პარლამენტი. პრეზიდენტთან ერთად მოლდოველები ეროვნული ბანკის მმართველის და გენპროკურორის გადადგომას, ხელისუფლებიდან ოლიგარქების ჩამოშორებას და მედიის თავისუფლებასაც ითხოვენ. კიდევ ერთი მთავარი მოთხოვნა მილიარდი ევროს დაბრუნებაა, რომელიც ხელისუფლებამ 3 ბანკიდან გაუნაღდებელი კრედიტების სახით ამოიღო. ოპერაციას მოლდოვაში საუკუნის ძარცვა უწოდეს. მითვისებული მილიარდის დაბრუნებაც კი აღარ დააკმაყოფილებს ხალხს. ხელისუფლება აუცილებლად უნდა შეიცვალოს. სასამართლო სისტემაც ქვეყნის სიმსივნეა. ის მოქალაქეების უფლებებს ზღუდავს. უდანაშაულო ადამიანები ციხეში მარტო იმიტომ ხვდებიან, რომ კორუმპირებული მოსამართლეების და პროკურორების მოსყიდვა არ შეუძლიათ. იმედია ეს ღონისძიება შედეგს მოიტანს. კიშინიოვში ხელისუფლების წინააღმდეგ საპროტესტო აქციების გააქტიურებასთან ერთად ექსპერტები ხშირად იხსენებენ კიევის მოვლენებს, თუმცა დსთ-ის ინსტიტუტში მაიდინის სცენარს მოლდოვაში არ ელოდებიან. მაიდინის ესკალაციაში გარე ძალები იყვნენ დაინტერესებული. ამ შემთხვევაში კი ევროკავშირს კიშინიოვში ვითარების დაძაბვის ინტერესი არ აქვს. ამიტომაც მგონია, რომ კიევის მსგავსი სცენარი აქ არ განვითარდება. ერთადერთი შედეგი, რაც კიშინიოვის 100,000-იან აქციას მოჰყვა, ისაა, რომ მოლდოვას პრემიერი დღეს ანტისამთავრობო აქციის მონაწილეებს შეხვდა და მოსახლეობას მოთხოვნების შესწავლის პირობა მისცა. კიდევ რა ხდებოდა დღეს ქვეყნის საზღვრებს გარეთ, ამას მოკლე კოლაჟიდან გავიგებთ. თურქეთმა ქურთ მუშათა პარტიის პოზიციებზე ავიაიერიში მიიტანა. ოპერაცია ქურთ სეპარატისტთა მიერ კვირას თურქული არმიის კოლონის დაბომბვის საპასუხოდ ჩატარდა, რომლის დროსაც 15 თურქი სამხედრო დაიღუპა. ბრიუსელი ფერმერების პროტესტის გამო პარალიზებულია, მეწარმეები სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე ფასის მატებას ითხოვენ. საფრანგეთის პრეზიდენტი რუს კოლეგას ნორმანდიული 4-ეულის ფორმატში პარიზში შეხვედრას თავაზობს და აცხადებს, რომ დონბასში ვითარების მოგვარების შემთხვევაში სანქციების მოხსნას მხარს დაუჭერს. ბუქარესტის მერი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს გამოძიების მტკიცებით სოლიდური თანხის სანაცვლოდ ის კერძო კომპანიებს სახელმწიფო კონტრაქტების გაფორმებაში ეხმარებოდა. არგენტინაში მამაკაცი დააკავეს, რომელსაც ცოლი და შვილი 6 წელიწადი გალიაში ჰყავდა გამოკეტილი. ფაქტის შესახებ პოლიციამ მამაკაცის დანარჩენი შვილებისგან შეიტყო. უელტერის ყავახანა, ასე ქვია სტამბულში გახსნილ ახალ კაფეს, რომლის ინტერიერით ცნობილი სერიალის Breaking Bad-ის მოტივებზე შეიქმნა. შატილობა 2015-ამ და სხვა ამბებით რამდენიმე წუთში დავბრუნდებით. წლის საუკეთესო რომანი, პიესა, თარგმანი 10 ავტორის საბას მოლოდინში. სასიამოვნო საღამო ელოდება აქ მყოფ სტუმრებს. დაჯილდოება მუხრან ბატონის სასახლეში და ცერემონია იმედის პირდაპირ ეთერში. შემოდგომის სეზონის გასართობ გადაცემებს წარმოგიდგენ ჯეოსელი. შეიძინეთ Huawei smartphone და მიიღეთ საჩუქრად მობილური დამტენიან Bluetooth დინამიკი. სეზონის გასართობი გადაცემების სპონსორია რიკო კრედიტი. გახსენით ოქროს თამასუქი ლარში და მიიღეთ რეალური 15%-იანი სარგებელი. რიკო კრედიტი.
სეზონის გასართობი გადაცემების სპონსორია ზედაზენი. აბარა. გააკეთე მეტი, ვიდრე გსურს. მრავალრეჟიმიანი ნოუთბუქი Lenovo Yoga 3 Pro. Пиво! აქცია ჯაბა კრედიტში. ოქროს ლომბარდი 1%, ავტო ლომბარდი 2.5% და ზოგიერთ თანხა და მიიღეთ მეტი სარგებელი. ჯაბა კრედიტი, თქვენი საიმედო და მომგებიანი არჩევანი. დაგვიკავშირდით 202 24 24. არსებობს დეტალები, რომლებიც ადამიანებს ცვლის. და არსებობენ ადამიანები, რომლებიც ცვლიან სამყაროს. შენ გეძლევა საშუალება გახდე ლიდერი. წყალი მომწყურდა. რაღაც ხმა მომისმა ეზოდან. ტელევიზორი გამურთე. პროსტამოლ უნო. აწეს რიგებს პროსტატის გადიდებით გამოწვეულ შარდვის პრობლემებს. მიიღეთ ხანგრძლივად 1 კაფსულა დღეში. უკეთხარ? კი, პროსტამოლ უნოს წყალობთ. პროსტამოლ უნო. აღარ გჭირდება თავის მართლება. გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს. ხოლო დამზაფხულ დირსიში შეიძინე გარემონტებული ბინა კურსით $1 უდრის 1.8 ლარს. თვეში $400-დან დირსი მოლოდინზე მეტი 274.04. როგორია იდეალური გათამაშება? პრიზები მრავალფეროვანი უნდა იყოს. ბევრს უნდა ჰქონდეს მოგების შანსი. რამდენჯერმე რომ იგებდა კარგი იქნებოდა. რის მაშინ უნდა გაგვიგო. მარტივი წესები უნდა იყოს. ფული რომ თამაშდებოდეს და თავად წვეთდე რა ვიყიდო. ავერსის იდეალური გათამაშება დაიწყო. თამაშდება 5-ჯერ 5,000, 5-ჯერ 10,000, 20,000 და 40,000 ლარი. ასევე 19,000-ზე მეტი მომენტალური პრიზი. ყურადღება! მოისმინეთ სექტემბრის თვის ექსპრეს შეთავაზება. 30 სექტემბრის ჩათვლით გახსენით ექსპრეს ანაბარი ლარში და დამატებით მიიღეთ +1% სარგებელი. ექსპრეს ბანკი. მარტივია. ჩაერთეთ მაგთისაჩი უფასოდ და პირველ თვეს მიიღეთ სრული პაკეტი მხოლოდ 25 ლარად. დედა, დღეს ჩვენ ვისწავლეთ მუცლის ღრუს ბაქტერიების შესახებ და მე დავხატე სუპერ დედიკო, რომელიც ებრძვის მათ. შეხარ ჩემი სუპერ დედიკო. ახლა დროა თავი დავახციოთ ამ ბაქტერიებს. რეგულარული ხელის დაბანა არის უმნიშვნელოვანესი. მუცლის ღრუს ტკივილის გამომწვევ ბაქტერიებთან საბრძოლველად. ახლა ყოველი დაბანა დედას ანიჭებს სუპერ ძალას. Safeguard-ი დამცავი ფარის სუპერ დედებისთვის. ახალი ანტიბაქტერიული ხელის საპონი, გასართობი და მარტივად გამოსაყენებელი, მათ შორის ბავშვებისათვის. საზოგადოებრივი კოლეჯი 21 საუკუნე გიწვევთ სასწავლებლად თბილისში, წალკასა და ბათუმში პრესტიჟულ სპეციალობებზე. ჩარიცხვა უგამოცდოთ, გაიცემა სახელმწიფო დიპლომი. ბეტეკის ცებოცემენტი. ახლა უკვე 11 ლარი მთელ საქართველოში. ბეტეკი, გერმანული ტექნოლოგია. საღამოს გასართობი გადაცემების სპონსორია ექსპრეს ბანკი. ყველაზე მარტივი ბანკი საქართველოში. ექსპრეს ბანკში სესხის აღება ყველაზე მარტივია. ექსპრეს ბანკი. მარტივია. საღამოს გასართობი გადაცემების წარმოდგენია მაგთიკომის საერთაშორისო ტარიფი ჩემი მსოფლიო. ეკონტაქტე მსოფლიოს 15 ქვეყანას წუთში 15 თეთრად. ქრონიკა განაგრძობს პირდაპირ ეთერში მუშაობას. წელს მთავარმა ლიტერატურულმა მოვლენამ მუხრან ბატონების სასახლეში გადაინაცვლა. 10 ავტორი პრემია საბას მოლოდინშია. იმედის მაყურებელი პირდაპირ ეთერში გაიგებს წლის საუკეთესო რომანს, პიესას, თარგმანსა თუ პოეტურ ნამუშევრებს. მანამდე კი შორენა კოპალეიშვილი, როგორც ვიცი, სტუმართან ერთად მოგვიყვება, როგორ ემზადებიან შატო მუხრანში. შორენა, გისმენთ.
ვიდრე სტუმარს მიუახლოვდები ნუცა, მანამდე გეტყვი, რომ მართლაც რომ შთამბეჭდავია ქაურობა, სიტყვები არ მყოფნის, როგორ აგიხსნა თუ რა ხდება ახლა ჩემს უკან მუხრან ბატონის სასახლე თითქმის მთლიანად დაიცვა პრემია საბას ცერემონიამ. აქ გაიმართება სასახლის წინ ოფიციალური ნაწილი, თუმცა სასახლის მიმდებარე ეზოც კი დაიპყრო ამ ცერემონიამ და დღეს აქ მოსულ სტუმრებს იქაც უმასპინძლებენ. სულ ცოტა ხნის წინ გაიარა რეპეტიცია სიმფონიურმა ორკესტრმა ვახტანგ კახიძის დირიჟორობით, როგორც მოსალოდნელია პრემია საბა წელს ამ განსაკუთრებულ სივრცეში იქნება განსაკუთრებული და ვიდრე გამოვლინდება ის 10 გამარჯვებული ავტორი, მანამდე ჩვენ საშუალება გვაქვს გავისაუბროთ პრემია საბას უცვლელ წამყვანს და მის ერთ-ერთ დამფუძნებელს რატი ამაღლობელს. რატი შენ ძალიან საინტერესოდ უწოდებ ხოლმე პრემია საბას ლიტერატურულ მოსავალს. როგორია ის წელს? საინტერესო და მკითხველის, ასე ვთქვათ, განსჯისთვის გამოტანილი უკვე დღეიდან, რომ ეს განსაჯოს მკითხველმა და მკითხველი ვერ განსჯის თუ არ წაიკითხა. მკითხველი ვერ განსჯის თუ ძალიან ბევრი არ წაიკითხა. და არ გადაწყვიტა თუ რომელი ჯობს იყო თუ არა მართალი ჟიური და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ მთავარი ამ საქმეში, რასაც ქვია საბა და ლიტერატურული პრემია საბა არის ქართველი მკითხველი და ქართველი მკითხველის სამსჯავროზე სულ მალე გამოვიტანთ ქართულ თანამედროვე ქართულ ლიტერატურას 2015 წლის საბას. მის მოსავალს. და როგორც ვიცი, იგეგმება კიდევ ერთი მოულოდნელი სიურპრიზი. კი, საბა იზრდება, ნომინაციებშიც გაიზრდება და ბოლოს უკვე ცნობილი იქნება ის ნომინაცია, რომელიც დაემატება უკვე შემდეგი წლისათვის ლიტერატურულ პრემია საბას. მადლობა რატი. ასე რომ დარჩით იმედის არხზე, დაელოდეთ საბას დაჯილდოების ცერემონიას, რატი ნინო კასრაძესთან ერთად წარუდგება დღევანდელ საღამოს და შეიძლება ითქვას საუკუნეების წინ ლიტერატურული შეხვედრების ტრადიცია, რომელიც ყოველთვის არსებობდა ამ სასახლეში, დღეს ამ ერთი საღამოთი აუცილებლად გაცოცხლდება ამ გრანდიოზული დაჯილდოების ცერემონიით. ასე რომ დარჩით იმედზე. და დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას შორენა კოპალეიშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში. თბილისი ბავშვთა საერთაშორისო კინოფესტივალისთვის ემზადება. ჯიფონი